რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვებაა თქვენთან. ვაშა გადაცემა. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რუბიო ეჩხუბა ნატოსა და ევროკავშირის ლამის ყველა ლიდერს და დაუმეგობრდა კობახიძეს მაინც. ეს არის რასაც უკვე სანქცირებული და ჯერ კიდევ დასასანქცირებელი პროჭორილური პროპაგანდა ყველანაირად გიტენით ტვინში ამ დღეებში. წიხლით. ოღონდ მართალი გითხრათ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ გაფუწუს იზარი გაუხარდა. და არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მთავრობა წოდებულები ამაზე ინფორმაციას გამოაქვეყნებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ არ გაევრცელებინა მშრალზე მშრალი ცნობა, რაზე ილაპარაკა ორმა კაცმა. არა. ერთმა კაცმა და მეორე კობახიძემ. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში. გაიგეთ რამე? ვერ გაიგეთ. და ძალიანაც კარგი. აი ამაზე იყო გათვლილი განცხადებაც. ნულოვანი ინფორმაცია. მხოლოდ ამის შემდეგ დაფაცურდნენ პროჭორილელები და დაიწყეს ბაქიბუქი თვით რუბიომ დაურეკა ჩვენ სასიკადულო პრემიერსო. ოღონდ ნერვიულობაში B1 დონის ინგლისურის დაავიწყდა და emphasized დაწერეს ნაცვლად სიტყვისა emphasized. და გამოვიდა რომ რუბიომ კობახიძეს რაღაც მიუსამძიმრა. მაშინ როდესაც მარტივად უნდა ეთქვათ, ხაზი გაუსვეს ამასა და ამასო. ინგლისურის ორი მთავარი კორიფეი, თამარ ბაგრატიონი და მარიამ ლაშხი, ატლანტის ოკეანის თავზე იყვნენ იმ მომენტში და არ იყო კავშირი. ამიტომ ვერავისთან გადაამოწმეს გრამატიკა. ხდება ხოლმე. იმ დღეს საერთოდ აღარაფრის გამოქვეყნებას აღარ ფიქრობდნენ, იმიტომ რომ დღის გეგმა იყო შესრულებული. 3-ის ნახევარზე იქამდე დეტალურად განიხილეს კობახიძის შეხვედრა პირადი მეორე სტრატეგიული პარტნიორის თურქმენეთის ვიცე-პრემიერთან. და დახურვა უნდა უკვე ქუდის, მაგრამ მე აი ამან დარეკა და ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს აშშ-ის კავშირების გამტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ. ტონალობისა და მნიშვნელობის ასაწევად აქ შემოდის სიტყვები ნაყოფიერი პარტნიორობის განახლება, საქართველოს როგორც ძლიერი პარტნიორი, კავშირების გამტკიცება, დაკავშირებადობა. მოკლედ, კობახიძის განცხადებაში აშენდა სოფელი და მთელი დუნია. მაშინ, როდესაც ორმა სუპერძალამ, შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შეკრა პირი და ალიანსი. ოღონდ აღარავის აღარ უთქვამს რაო რუბიომ პარტნიორობის განახლებაზე. რამე პირობა ხომ არ ქონია? ისე უჭირს მსოფლიო არენაზე, რომ დაუფიქრებლა და უპირობო წავა თანამშრომლობაზე ბორიას ჩეჩმის ავტოკრატიასთან. საერთოდ რომ არ იყოს საქართველოს ქალაქებში წელიწადნახევრიანი უწყვეტი პროტესტი. ციხეები რომ გატენილი არ იყოს პოლიტპატიმრებით. სასამართლო რომ არ იყოს ქცეული რაღაც კანტორად, რომელიც უბრალოდ აფორმებს სასჯელს. პარლამენტიც რომ კანონიერი იყოს, მთავრობაც, პრეზიდენტიც, სიტყვის თავისუფლებას რომ ყვაოდეს ქვეყანაში და სუსიც მარტო რუსის შპიონებს რო დაძდევდეს. ასეთ შემთხვევაშიც კი აბსოლუტურად წარმოუდგენელია უპირობო თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რომელიც ყველა ირანელი ტერორისტის ქელეხში კორკოც ხარშავს და მათი დროშის ფერებში ანათებს ანძას. აბსოლუტურად წარმოუდგენელია უპირობო თანამშრომლობა და სუფთა ფურცლიდან დაწყება, გადატვირთვა, აი რა ვიცი, რაც გნებავ დაარქვით. ჩეჩმის ავტოკრატიასთან, რომელიც ბედავს, დაიბაროს, ყური აუწიოს ბრიტანეთის, ევროკავშირის, გერმანიის და სხვა ელჩებს და აჯარიმოს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დედის სული უტრიალოს ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობას. ამავე დროს უბრალოდ ვერ ბედავს დაიბაროს ირანის ელჩი, რომელიც ღია მუქარის წერილებს აქვეყნებს. ისინი, ვინც კუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. როდესაც ზოგიერთი ქვეყანა უნებლიათ ან ნაჩქარებად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას. არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი ივნისიდან აღარ ყავს. ახლა აპრილია, რავით, 10 თვე გამოდის და რა დიპლომატები დაელიათ? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ აქამდე ვერ მოიცალეს ბორია რუსისთვის. რუბიო ზარი შეიძლება იყოს პირველი ნიშანი, რომ ვაშინგტონში ვიღაც უკვე ალაგებს ჩემოდანს. სხვაგვარად რაღაც გამოიკვეთა, პოლიტიკის მსგავსი. ტრამპი როდესაც ახელისუფლებაში არასდროს იცი, ეგ შეიძლება კარგი იყოს თუ ცუდი, მაგრამ მეორეს მხრივ
თუ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ. ეს ზეწოლა პროჭორველმა რამენაირად ხო უნდა იგრძნოს დასავლეთის მდუმარებით? რა თქმა უნდა არა. მათი აქტიურობა გულისხმობს აქტიურ განმარტებასაც, რას ელოდებიან ბორიასგან. ეს გაფუწული სუბიექტი ამ შემთხვევაში არა თანამოსაუბრე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შიკრიკია. ამბის გადამცემი. რაკი თვითონ ის რუსის ოლიგარქი როგორც ამბობს, არ პასუხობს ზარებს და არ ხსნის მისთვის გამოგზავნილ წერილებს. აი, ტექნოლოგიური ენით თუ ვილაპარაკებთ, ეს არის მეხსიერების ბარათი. კობახიძეზე რაღაც ინფორმაცია ჩაწერეს, შეინახეს და გაუგზავნეს იმ კაცს, რომელმაც ფაილი უნდა გახსნას და მოისმინოს. ეგ არის და ეგ. რა და როგორ უთხრა რუბიომ კობახიძეს? არა, რა ტონალობაში ჩაწერა რუბიომ კობახიძის მყარ დისკზე. ეს განისაზღვრა სახელმწიფო დეპარტამენტის ვიღაც წარმომადგენლის ჩამოსვლით რამდენიმე დღით ადრე. პრინციპში მეხუთე ან მერვე კლასის ჩინოვნიკი თბილისში მიიღეს, წაიყვანეს ანაკლიაში და ალბათ მოუყვნა, რომ აქ ვიღაცები ამერიკულ საზღვაო ბაზასაც კი გულისხმობდნენ ოდესღაც. შემდეგ კი ქართველების საკუთარი კალმებით არჩეულმა რუსებმა ყველას ფეხი ამოუკვეთეს და იქაურობა ჩინელებს გადააბარეს. თუმცა მგონი მაგ ჩინელებსაც დიდი ენთუზიაზმი აღარ ეტყობათ. რუბიოს სათქმელის ტონალობას განსაზღვრავს ქვემო ქართლში ლამის გამოცხადებული ჯიჰადი, რომლის მახვილი მზეზე თბილისში ალაპლაპდა ეგერ. რუბიოს სათქმელის ტონალობას განსაზღვრავს კავკასიაში ტრიპის პროექტის პერსპექტივა, რომელიც აზიური ტვირთებისთვის დასავლური ბაზრებისკენ გაჭრილი გზაა, ტრამპისთვის კი არის გზა ნობელის მშვიდობის პრემიისკენ. რუბიოს სათქმელის ტონალობა განსაზღვრა ტრამპის ადმინისტრაციის ხისტმა მეთოდებმა, რაც ბევრმა ჩაგრულმა ერმა რეჟიმისგან გათავისუფლების ნიშნად მიიღო. იმავე ირანში, ვენესუელაში, კუბაში. რუბიოს სათქმელის ტონალობა განსაზღვრა აი ბოლო თვეების მოულოდნელმა დიალოგმა ლუკაშენკასთან. სანქციების ნაწილობრივი მოხსნის ფასად ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლება. და კიდევ ბევრმა დიდმა თუ პატარა ცნობილმა თუ საიდუმლო ამბავმა. ამ ფიქრს თუ დავიწყებთ, ან დავასრულებთ მაინც განსჯით, შეერთებულ შტატებს უფრო სჭირდება საქართველოს თუ საქართველოს უფრო სჭირდება შეერთებული შტატები, აი, მან მგონი ბევრი ამოცანა თავისით ამოიხსნება. თუმცა, ყველა არა. ირანის ომმა ვაშინგტონში საქართველოს საკითხი გააცოცხლა და გაახსენა, რომ ეს ქვეყანა ოდესაც სტრატეგიულ პარტნიორად ცნობილი, ელემენტარულ ყურადღებას მაინც იმსახურებს. რავი ხა, მაგის ჯანიც არ იყოს, იქნებ ღირდეს მისი გამოგლეჯა ლავროვისა და ნარიშკინის ხელიდან და პუტინის ტრაგიდან. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.